გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი. თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდა. დღეიდან მგზავრებს 2011 წლის გამოშვების Ford-ის მარკის 36 ყვითელი მიკროავტობუსი მოემსახურება. ჯერჯერობით განახლებული ავტოპარკით მხოლოდ 4 ნომერის სამარშრუტო ტაქსების ხაზი აღიჭურვა. რამდენად კომფორტულია ახალი ავტომობილები, ამის გასრკვევა დაიტივის გადამღები ჯგუფი 4 ნომერის სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებისკენ გაემართა. შედარება არ არის, რაც იყო იმასთან შედარებით. კონდიციონერი არის და ყველანაირი პირობები არის. ზაფხულში მით უმეტეს სიამოვნებით ვიმგზავრები კიდევ მრავალჯერ ამ ტრანსპორტით. რაზე ალაპარაკი აბა რა მომწონს ძალიან. აი განსხვავება რაში არის? კომფორტი სისუფთავე რო ამოდიხარ, კარგად ზიხარ, გრძნობრო, ძალიან კარგად ახარ რა. თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსში მგზავრობის საფასურის გადახდაც ახალი სისტემით დაინერგა. მგზავრებს იმ პლასტიკური ბარათით შეუძლიათ გადაიხადონ, რომლითაც მუნიციპალურ ტრანსპორტში სარგებლობენ. დღის განმავლობაში პირველი მგზავრობა 80 თეთრი ღირს, შემდგომი მგზავრობა კი 65 თეთრი. იმავე დღეს მესამე მგზავრობა კვლავ 80 თეთრი ღირს, შემდგომი კი ისევ 65. გადახდის წესრად შეეხება როგორ არის? გადახდის სოციალურ დაუცველებს ნახევარსიხდის, დანარჩენი მერე ამატებს და შეულებრივად აპარატურაა, ხო და კი, აპარატურა არის და 80 წაიღებს რა ის მეტროს ისენი როა. რა ქვია, მეტრომანები. ახალი სამარშრუტო ტაქსების გამოჩენას დღეს საკრებულოში თავისუფალი დემოკრატები გამოიხმაურნენ და მგზავრობის საფასურის 30 თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. როდესაც ჩვენ თანამოქალაქეებს სამსახურში წასვლა და დაბრუნება უჯდებოდა 1 ლარი, გამოდის რომ მათი ამ დღეებიდან უკვე გადაიხდეს ლარ და 45 თეთრს. ეგ პრაქტიკულად 45%-ით გაუძვირდება ჩვენ თანამოქალაქეებს სამსახურში წასვლა და დაბრუნება სახლში. დედაქალაქის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაშ შოშიაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოსახლეობის თვალში ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. შოშიაშვილი განმარტავს, რომ ახალი ტრანსპორტით მგზავრობისას სოციალურად დაუცველი ადამიანები შეღავათებით ისარგებლებენ. ისინი მგზავრობის საფასურის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი დედაქალაქის მერია დაფარავს. განერგილია ახალი სისტემა, მილიონამდე ბარათია დედაქალაქში დარიგებული შეღავათის ბარათები, რომლითაც ჩვენ თანამოქალაქეები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობენ, ასევე ისარგებლებენ ამ ბარათებით სამარშრუტო ტაქსებში და ყველა სოციალურად დაუცველი მგზავრებს 50%-ის შეღავათით და 50%-ს გადაიხდის დედაქალაქის მერია. ამ დროისთვის თბილისში 350 ახალი მიკროავტობუსია შემოყვანილი, რომლებიც ძველ ტაქსებს აგვისტოს შუა რიცხვებამდე ეტაპობრივად შეცვლის. უახლოეს მომავალში დედაქალაქში მოძრავ ამორტიზებულ სამარშრუტო ტაქსებს ახალი თანამედროვე ავტომობილები მთლიანად ჩაანაცვლებს. გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი.